მოგესალმებით იუჯი ჰაბის გამომწერებო დღეს ჩავწერთ მორიგ გადაცემას და ჩვენთან ერთად იქნებიან მდედრები ცუ არა ხვადი არამედ ცუ კლასის წარმომადგენლები ტიგა და მაგდა არ შემიძლია მოწელაპარაკე რას აპირებთ დღეს აპირებთ რომ თიკას დაუთმობ მოგებას მე მაგდას დავუთმობ ამიტომ მაგდა შენი იყოს თიკას დაუთმობ მოგებას ყველაფერი შენი იყოს არა შენი იყოს რეკორდი გვაქვს 400 ლარი გოგონება რეკორდის მოხსნას ვაკეთებ ჩვენ ანტის თუ ანტი რეკორდი არის ნახე აქედან იწყებთ ეს 400 ლარზე და შეგვიძლია უფრო ქვევით ჩავარდეთ აქედან იწყებთ მე ეს არის და მე გადაგდება და ოთახიდან ჯერ არავინ არ გამისვამს ოთახიდან გასმაც არის ამიტომ გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი და ასევე ისიც გაითვალისწინეთ გოგონებო რომ საქართველოს უნივერსიტეტი არის წამყვანი კერძო უნივერსიტეტი და თქვენ შეგიძლიათ ჩაიაროთ ხოლმე ახლოს საქართველოს უნივერსიტეტთან ვისაც ჩაბარება გინდა ჩააბაროთ უცილებლად ჩავივლით დღეს კი საკმაოდ მარტივი შეკითხვები პასუხები წერია არა ნუ რა თქმა უნდა მარტივი შეკითხვები არ იქნება დღეს დანდობა არ იქნება იმიტომ რომ ეს ფული დახარჯული გვაქვს ჩვენ და არ გვინდა რომ ვინმეს გავატანოთ ეს თანხა თავიდან დავიწყებთ მარტივებით სწორი პასუხი წინ წასვლა არასწორი პასუხი უკან წამოსვლა თიკა ანეკდოტებს ყვები თუ რა გვაცინებს კარგი დავიწყეთ დაასრულებ ფრაზა რად უნდა ყვირილი აუ კაია სწორია და მაგდა დაწინაურდა მაგდა ეს ფული გექება რა გახვალ რა იმას რომ იცე აუ ხო ქვევით არა ხურდებს ვერ მოიგებ მინიმუმ ქვევით მანქანას ვაპარკებ მაგ გადასახდელი შემდეგი შეკითხვა ეპი როგორი წინდა ძელი აუ კაი რა მე დავასწარი ხა მართალი ხარ თიკა შენ დაასწარი მაგრამ აქედან იყურები ისევ ბუჩქებიდან ქვემოდან მაგდა თავი შეგეძლია რომ აი ესე გააჭირო შემდეგზე გადასახდელი შენ უფრო ბევრი ჯარი მაგარ 400 ლარიანი მომივიდა ეხლა ტიპი იმენა ყველა ვიდეოში პატრონავს გაჩერებული 400-იანი მოგივიდა და რეებს აკეთებს გოგო ვაბაო როგორმე 800 ლარზე უნდა ახვიდე და 400 ლარი გავუყო თიკ მიდი კი მინდა შემდეგ შეკითხვა აფრიკა რეგიონია თუ კონტინენტი კონტინენტი დაგასტრო და პირველი ნახე ხო დაგასტრო ეხლა რო არის თქვა შენ ხო კონტინენტი თქვი ის იტყვა და გაიმეორებდა და თიკას ჩაეთვლებოდა მაინც რატო იმიტომ რომ იმან დააჭირა რა რეგიონი ძმაო რა ქვია ბუნებრივ მოვლენას როცა მთვარე ფარავს მზეს დაბნელება რა დაბნელება მთვარის დაბნელება მზის დაბნელება მზის დაბნელება რომელი მზის თუ მთვარის დარწმუნებული ხარ მზის მზის დაბნელება ხო ჯერჯერობით მაგდა საკმაოდ კარგად მიიწევს წინ თიკა გააქტიურდი რა ქვია სპექტაკლის დროს შესვენებას ატრაქტი სწორია რატო გაგახსენდა ეს სიტყვა უცბად არ ახსენდა აი ვიცოდი და ვსო ატრაქცია ხო არ იყავი ამ ბოლო დროს არა კი ბატონო შემდეგი შეკითხვა რომელი ქვეყნის ტრადიციულ სამზარეულოს მიეკუთვნება სუში აუ კაი რა აზიურს იაპონურს აზიას ერთი პასუხი მჭირდება რას ნახე აზია ქვეყანა არ არის როგორც ვიცი და კითხვა იყო ეს რომელი ქვეყნის სამზარეულოს მიეკუთვნება და სწორი პასუხია რა ბატონო მომწერე თუ გინდა მითხარი ერთი არაფერს თუ არ იტყვი წააგებ ქვეყნის ხო ერთი ორი აზია ქვეყანა არ არის არ არის აზია ქვეყანა არ არის არა ანუ იაპონია კი ბატონო აჰა ხმამაღლა თქვი გამოთქვი ხმამაღლა აუ შემდეგი შეკითხვა თიკა ეს შენ ხარ დაძაბულია მასწრებს დანტეს როგორი კომედია ეგრევე რასაც იტყვი ეგრევე მაგას ვკითვლი ერთი ღვთაებრივი ხო სახო მაგდა დღეს რეკორდებზე მიდის მუშაობს მას ეს გრაფული შემდეგი შეკითხვა ეს თიკა შენ უნდა გამოიცნო უეჭველი იმიტომ რომ მინიშნებაც აქვს მანქანაზეა არა მინიშნებაც აქვს აქვე ვისი ლურჯა მანქანაზი აუ კაი რა მაგდა იმენა ჩქარია
მოგივარ მაგდანასიო და ჩავუთვალოთ მაგდანას ლურჯა. მაგდანასი ლურჯა და 300 ლარი. მაგდანასი ლურჯა. ორას საყვარელია მე ცხვარეს რო გავსთა. კარგი. შემდეგი შეკითხვა. აქ ნამკიშკავ. მე-9 კითხვაზე ვართ და ნამეტანი არ ვეტეს ახლა აჩქეო დავაჭერიგრე. მიდი რა. ჩვენ ხვადები ვართ თუ ძუები? შენია, მაგრამ სხვები უფრო ხშირად იყენებენ. ჩემი სახელი? პასუხი რა არის? ანუ ჩემს სახელს იყენებენ უფრო? ანუ პასუხია? ჩემი სახელი. სწორია, სახელი. აი, სწორია, სახელია, სწორი პასუხი და ესენი ვინ თავარია მოვიყვანეთ? ბიჭებს მოუგო. მაგდა, საო! ესენი რა ეს? რაღაცა სირცულე არის ასაწევი მართალია. აუ მოიცა რა. ხო ამათ წინასწარ. შემდეგი შეკითხვა. არაფერი არა. დედამიწაზე დაახლოებით 10 კვადრილიონია. რა არის? უჯრედი? ბაქტერია. რომელი? აი, ბაქტერია. თუ უჯრედი. ბაქტერია. თუ კიდე ორივე დააფიქსირე. საღო. რა? ვაიმე. რა? მე ხო ჩამეთვალა ავტომატურად ამისი არასწორი პასუხი. კი, შენც ჩამოხვედი უკან. აი! ახლა რა ჩაგეთვალა? აი, რა არის? რა იყო აბა სწორი უჯრედი. პასუხი? ალბათ წყალი? ავიცი. არა. ავიცი რა არის? თქვენ შეგიძლიათ კომენტარებში დაგვიწეროთ ამ შეკითხვის პასუხი და მე როგორც ყოველთვის დაგლოცავთ ან რაიმეს მოვიფიქრებთ და ცხოვრებაში წარმატებებს გისურვებთ. და წინა გადაცემის სწორი პასუხი იყო მონკი, როგორც გინდათ ისე შეგიძლიათ თქვათ და ვინც ეს გამოიცანით ერთ თვეში, ერთი თვის განმავლობაში ისეთი ბედნიერება გეწევათ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვლება. ნამა წარმატებები. აი, გადავუზიარეთ ეს 8 მეგობარს და ამის პასუხი ისე იყო, არ გეტყვით რა იყო და დაიტანჯეთ. აი 10 რა, 10 რა. 10 კვადრილიონი. კვადრილიონის ტოტალად გავიგე. რავი, ნაც. შემდეგი შეკითხვა. აი ვინ დაითვალა? ყოველთვის- ერთი წამი ვინ დაითვალა? ხო, მომჩემს ახლობელი ითქვის ხოლმე ნომერს მოხს. ყოველთვის მოდის, მაგრამ არასოდეს ბრუნდება. აიმე. მომავალი. ანუ დრო ძალიან ლოგიკურია. მე ამ შეკითხვას რა მაინც მომავალი? ჩავუთვლიდი, იმიტომ რომ დროც მომავალი. მომავალია სწორი არა, პასუხი, 500 ლარი ჩვენაც დაიდო. გვაქვს, მაგრამ დროსაც ჩავუთვლიდი კი, მოთხოვა. და იყოს 450 ლარზე. შემდეგი შემოვალი რო გეთქვა აქცევდი ზემოთ. ოკეი. შემდეგი შეკითხვა. კუს ჯავშანი, ანუ ბაქანი. რა ბაქანი ძმა, ბაქანი. პირველი ამან დააჭირა და დააფიქსირე პასუხი. ბაკანი. ნახე შენ უკან ნახე. შენი ბრალია. აი, უნდა ბაქანი არ გაყოთ, აი. აი ხო. კუს ბაქანი. კუს ბაქანის მერე არის გორი. მერე რა უწევს ოზურგეთი. კარგად ვიცი გეოგრაფია. ეს 50 ლარზე ვარ. ქ და კ. ხო იცი აქ ვინც წინ იქნება მარტო ის იგებს. შემდეგი შეკითხვა. შავკანიან ადამიანებს ეს შეკითხვა ძალიან მომწონს ერთი წუთი. შავკანიან ადამიანებს ამის სისქე სამჯერ მეტი აქვთ, ვიდრე თეთრკანიანებს. დაბა რომელი გავბედავთ? წარ თმა. ვერ გავიგე. გაგიმეორებ კითხვას და პასუხი გამეც. შავკანიან ადამიანებს ამის თმა. სისქე სამჯერ მეტი აქვთ, ვიდრე თმა. თეთრკანიანებს. თმა? თმა. იზია ეს გოგო. 550. ახლა უზრდელი კი არ ვარ. 550 ლარზე ავიდა. რა ვერ დავაბნიე ვერაფრით. საღო. რა ჰქვიათ ცხოველებს, რომლებიც მხოლოდ ბალახით იკვებებიან? აკვდა ჩაიხედა. პასუხები არ წერია. მოიცდე 1 2 ბალახის 3 ჭამელები. ბალახის ჭამელები. და ეს სწორია. და ნამეტანი მოსდის ამ გოგოს, რომ შევცვალოთ თუ ფული შეიძლება. მაგ. ბაქი მოდი, ჭამელები რო ქეთ. ერთად ვიყოთ ჩვენ და გაწიე ხელი. ცხელი წყალი უფრო მძიმეა თუ ცივი? აი ორი პასუხია სულ და რომელი? ხო, აი ეხა დავფიქრები. ცხელი წყალი უფრო მძიმეა თუ ცივი?
ბიჭო. მოდი მიგანიშნებ. მოკეტე. გამოტოვებულია წინ ერთი სიტყვა და ანუ ან ცხელია ან ცივი წინ და წყლის მოლეკულები უფრო მჭიდროდ არის განლაგებული და ზრდის მის სიმკვრივეს. ეს წამი ანუ ძალიან მინიშნება იყო, აი ხო? მე თავი გეტყვი. მეორე. ცივი, იმიტომ რომ ცხელის დროს მოთქდება რაღაცა. ნუ იცის ადამიანმა და. მეგონა მე გადავებოდა ახლა. არა, სწორია. ბრავო. ეს 100 ლარი. მაგრამ მაგარი უაზრო კითხვა, ვინ დაწერა? მამა ჩემი სახლობელმა, ჭიანჭველებს აი, ვინც ჭიანჭველებს. საკროვებს. ძალიან ხელავცნა კაცი. შემდეგი შეკითხვა, ყვილია თუ მართალი? ვაიმე. ვაგდა. შენ ყვილი. მეწყინა. მართალია. შეკითხვა იყო, ლიმონი უფრო მეტ ჩაქარს შეიცავს ვიდრე მარწყვი და მართალი იყო ეს. ამიტომ 50 ლარი რატო არ დამაკლდა? 50 ჯიბეში მაქვს 50 ლარი და მე ესე ვიტყუები აქ თორე. ყვილია. დაკოტრდება საქართველოს დამეჭირა უნივერსიტეტი. ხელი, არ ითვლება ეს. შემდეგი შეკითხვა. რომელი ქართული ფილმიდანაა ფრაზა? თუ კარგ საქმეზე მიდიხართ, მეც დამიყვანეთ. შერეკილები. ბრავო. და მომენტია ხო არ გახსოვთ? ის ქალი რომ მიდის და ეს ქვარი რომ იყვება. თუ კარგ საქმეზე. კი ბატონო, ესე შვება თან. ზუსტად. მარჯვენა თვალი რომ თამაშობს მარცხენა. ჩემი ფული. შემდეგი შეკითხვა. იგი 9 დღე ცოცხლობს თავის გარეშე. რის შემდეგაც შიმშილით იღუპება. აბა მაგდა. არ დამიჭერია ხელი. კიდე ერთხელ თქვი. იგი 9 დღე ცოცხლობს თავის გარეშე, რის შემდეგაც შიმშილით იღუპება. არ გავრისკა. ჯერ თიკავ თქოს. ჯერ რა, მე ვეღარ ვიტყვი. რატო ვეღარ ვიტყვი? იმიტომ რომ ეგეთი წესები გვაქვს. 9 დღე ცოცხლობს თავის გარეშე? დიახ. და მე შიფშილით კვდება? დიახ. 5 წამით და გადავალ შემდეგ შეკითხვაზე. გადავიდეს. თიკა, შენ არასდროს არ გარგავ. დააჭირე თიკა და მიგანიშნებ. არა. კარგი, სწორი პასუხი იყო ტარაკანა. ტარაკანა. კიდე კაი არ თქვი, კალი უნდა მეთქვა. შემდეგი. რომელი მწერი გვეხმარება დაკარგული ნივთების პოვნაში? თიკა დააჭირე მე მიგარ. დაკარგული ნივთების პოვნაში. დიახ, მულტფილმიდან არის? არ ვიცი. არ უყურებ მე მულტფილმებს. თიკა, იქნებ ფეხი წაგისდეს და აი წინ დაეყრდნო. აი პატარაზე, აი ეს ექნა აბა. ვიცი რომ ეხა გინდა რომ ეს წამოვიწიო, მაგრამ ეხა აი რას კარგავ, ძალიან მაინტერესებს. 150 ეხლა. ჩავა 1 2 3 4 კითხვას უნდა გასცეს სწორად პასუხი რომ მაგდას დაეწიო. დაკარგული ნივთებში რომელი მწერი გვეხმარება? რა სად არიან აბა? ლექსიდან არის? და სწორი პასუხი იყო ჭიამაია. ხო, რაღაც ლექსიდან ხო არის. ლექსთან რა ჭიამაია. ხო, რაღაცები, მოკლედ რა, ჩამეთვალო. ცოდნია. კი ბატონო. არ ვიცი. გამოჩნდეს მაინც. 510. შემდეგი შეკითხვა, ბევრი შეკითხვა აღარ დარჩა. თიკა, სულ უფრო და უფრო მცირდება შენი შანსი. როგორ დამოწა ეგ ლექსი? ინდოეთში, კი, საკმაოდ დიდად იყო. უკვე აღარ მოდის. ინდოეთში ეს 50 მილიონი ცხოვრობს. მაიმუნი. რატომ? ესე მგონია. ეს ფურცელი შორსიდო იქით? სწორი პასუხია. რატომ აი, არის? ინდოეთში უფრო მეტი ინდოელია, ვიდრე მაიმუნი, არა? ალბათ. ხო. დაჟე იმდენი არიან, რომ ჩვენ სადარბაზოებშიც ახერხებენ შემოსვლას. ბრავო. შემდეგი შეკითხვა. რომელი სცენარი ითვლება ყველაზე სწრაფად მზარდ? ბამბუკი. რეკორდზე მიდის უკვე ეს გოგო. ბრავო! გოგო 1000 1000 კი არა 700-ზე წარყოფილი. როდის მომცემთ? წელს აუცილებლად. როდის ჩაირიცხება ეს ფული? გაიუს იულიუს კეისარ გერმანიკუსმა. რას ბოდავ? გაიუს იულიუს კეისარ გერმანიკუსმა, ეს წავყვან შეურაცხყოფაზე რამდენი აკვდება? არა, შენზე არა, ვინც დაწერა ეს თიკაზეა, კითხვები, ხო? ვინც დაწერა კითხვა თვითონ. თიკას დაწერილია და არ ახსოვს პროსტა.
ხო, ფურსვის გარეშე გაიმარა ეგ სახელი. გაიუს იულიუს კეისარ გერმანიკუსმა ერთხელ ერთ-ერთი ცხოველი დანიშნა სენატორად. რომელი? ბერძენი ვის დანიშნავდა? მინიშნება არის სუგრივა. სულგრილა? სუგრივა. სუგრივა? კი, ვიღაცები მიხვდებით, დიდები მიხვდებით. სუგრივები? არა. დიდები. აი, დასაკავი მაინც არაფერი არ მაქვს. ისე წაგებულია ეს თამაში. ისმენ. აი, ლოგიკურად რომ მივუყვეთ, მიდი აბა. ჩემი აზრით დანიშნავდა ალბათ სენატორად ხო თან? ჩემი აზრით მე დანიშნავდა მგონია. ალბათ, აი კიდე რა სიტყვები შეიძლება ჩავთვალოს აქ. გრუტუნებს. მე მგონია. მე მგონია რომ მაშინ ძალიან იყო მოდაში ცხენი. დავიტყვი ცხენია? რას? ძაღლი არასწორი. აი ცხენი. ცხენი სწორია. ცხენი იყო? ცხენი იყო. ბიჭო ცხენი იყო მოდაში. არ ვიცოდი, просто ლოგიკურად გაყევი. შენც მაგრა გაკლია რო გამოიცე. და გადავიდეთ შემდეგ შეკითხვად მოიმზადე. აზრი არ აქვს ცხოვრებას. კარგად მოიმზადე. ვერ გავიქ. ბიჭო! რა? აქეთ ხო? თიკა, ჩქარა. მექსიკურ შტატ ტობასკოს ხელისუფლება ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ კანონის მიღებისას გადააწყდა გადაულახავ წინააღმდეგობას. შედეგად მათ შეძლეს მხოლოდ ერთი სახის ლუდის გაყიდვაზე აკრძალვის დაწესება. ამის გამო ლუდის ფარის მფლობელები გაიფიცნენ. რომელი ლუდის გაყიდვა აეკრძალათ მათ? მეორეჯერ აღარ წავიკითხავ. გავიდი რა. მოდი, აი წაიკითხე პასუხი რა დავმალო. ანუ რატო გავრისკო? გინდა მართლა გამეორება? ანუ თან არც ვიცი პასუხი. შენ უნდა გარისკო თიკა. დააჭირე მიდი და წაგიკითხე. მექსიკურ შტატ ტობასკოს ხელისუფლება ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ კანონის მიღებისას გადააწყდა გადაულახავ წინააღმდეგობას. შედეგად მათ შეძლეს მხოლოდ ერთი სახის ლუდის გაყიდვაზე აკრძალვის დაწესება. ამის გამო ლუდის ფარის მფლობელები გაიფიცნენ. რომელი ლუდის გაყიდვა აეკრძალათ მათ? ხო, როგორი ლუდის? რა ვიცი, ალბათ ისეთის, როგორიც თეთრი ხა. არ მოგისმე. აი, მოიცადე ისე ლოგიკურად მივყვეთ. მე აი, რა შეიძლება იყოს პასუხი, რაც უკვე დღეს ერთხელ უკვე იყო ეს პასუხებში. ნახე, მე ძალიან ლოგიკო ადამიანი ვარ, მაგრამ მაგრამ აი ესე როგორი ლუდი ხო? სახელი არ უნდა დავასახელო. დიახ. ლუდი არსებობს სწორია. ორნაირი. უსახელო? ცივილუდიო ხო თქვი? საღო. აუ, კაი რა, მე კომენტარი დაწერე რომ ის არისო. არა, დაწიე. 500 აგიწი. 500 არა ის. სენატორ გაიუს. სენატორ გაიუს, გემკეიუს. გაიოზი არა ის. მოდი ნახე. 1000 ლარზე ხო ხარ და აქ იყავით ორივე. დავაბრუნე ხაუნა. ბრწყილი ახტა, დაახტა. მივიდა. გააგრძელე, ვიცი პასუხი, მაგრამ გააგრძელე. დააჭირე. ბრწყილი ახტა, დაახტა, მივიდა. გამეცი პასუხი. ღორთან. არასწორია. თიკა, პასუხის უფლებას გაძლევ. აუ, კაი არა. როგორ არა? ბრწყილი ახტა. მოგიხმობ. არი კიდე. ბრწყილი ახტა, დაახტა, მივიდა 40-დან და სთხოვა. ორმო მომე, მაინც ვერ გამოიცნობ და მაგიტო. ორმო მომე, აუ არ მახსოვს ეგ ზღაპა. 500-იანი ეს არის პასუხი და ფეტვი? ფეტვი გაგახსენდება. არა, რა ფეტვია. ცხოვრებაში. ჯერ მიწაში როა, ბიჭო, დავანებე თავი. ნახე, მე არ ვიცოდი ხა ეგ. და დარჩა ბოლო გადამწყვეტი შეკითხვა. აბოშ მე დავაჭე. აკა. არა, მაგდა მე შეგითხოვ. არა, სულ პრაზრი აქვს. ნახე რანაირად ბიჭო, იყო. 1000-ის მაგათ 1500 მოიგებს. ოი, მართლა? მიდი ჩემს. და იმენა. ეს შეკითხვა შეიძლება დაგიპიპინებ. გამოიცნოს. კი, ძალიან მარტივი შეკითხვაა, ვფიქრობ, ამ გადაცემის ისტორიაში ყველაზე მარტივი შეკითხვაა. რას ეძახიან ბაჭიების ჯგუფს? ეს სისულელია. აი, უმარტივესი პასუხი აქვს. ბაჭების ჯგუფს ასახიან? აი, ყოველ დღე ერთხელ მაინც გესმის. ხადაობ თუ არა ჯერ მართლა 1500 ლარზე. ბაჭების ჯგუფი რა არის? აი, სოლისტი, დრამერი და ეს ბას-გიტარა. 4-ნი არიან სულ. 1000-ია. 1000-ია. არა, 1000-ია. ნახე რა აფერისტია. იმიტომ კითხვა არ დაამთავრე. კაი, მაინც ვერ გაგცემი პასუხი.
ბაჭიების ჯგუფს რა ნახე 1000 ლარზე უნდა დაბრუნდეთ ჩემი აზრით. მიდი რა. რას ეძახიან ბაჭიების ჯგუფს? აი მაგალითად, ხორების ის ხო არის კოლტი. ხო, აი არ ვიცოდი შემდეგ. კოლტი ანაირად. და ბაჭიები ერთად? კოლტი ქვია რავი. და ბაჭიები ერთად აი დღეში ერთხელ მინიმუმ გესმით. მაქსიმუმ ალბათ 10 ჯერ. მინი ნახე აბა დასერჩი. ბაჭიების chat GPT. მინიმუმ. მადლობა ვინც ვიყურებდით. მაგდამ მოიგო ბაჭიების 700 ლარი. აი წამი რა 700. მაინც ვერ იპოვი, იმიტომ რომ ქართულად ვერ იპოვი მაგას. მე ინგლისურად. ბაჭიების ჯგუფი ქვია ბაჭიების ჯგუფს ბიჭო? როგორ? ბაჭიების ჯგუფი ქვია ბაჭიების ჯგუფს? აჭერ? არ ვაჭერ. არ დამიჭერ. აჭერ თუ არა? არა. არის ხავ? ნახე 7 ეს 200 ლარი მივეცით იმაში, ხო? ამაში. მუშაობს. ადაჭირო. აღარ მუშაობს. არა უშავს მეგობრებო, მე მაგ სახში ესეთ და გაჩუქებ. 200 ლარი მივეცით. სვეტში არ ორიგინალია. არა, ტემუდან გამოვიწერე იაფად. და მაბრუნე 700 ლარზე. ფრეა? აი, 700 ლარზე დაბრუნდა მაგდა და სწორი პასუხი რა იყო, იცი? ძალიან მარტივი. რა ქვია? ფლუფლი. რა ფლუფლი? პირველად გავიგე ფლუფელი. არ დამიჭერია. ქართულად რო ჩაწერო არა მოგიგებს. 700 ლარი ჩამირიცხე მაგრამ. 700 ლარზე ავიდა, მიულოთ წეწადი. გილაიცა. და ესე გოგოებმა არ გაწეწეს ერთმანეთი, ჩაეხუტრენ ერთმანეთს და თქვენს გისურვებთ. ფლუფლი როგორ ვერ გამოიცანე? გარშემო სულ ისეთ ფლუფლი. დედრებში ყოფილიყავით, რომ გაწეწვა არ მოგიწიოთ ერთმანეთის და ასევე არ დაგავიწყდეთ ახის გამოწერა და ასევე არ დაგავიწყდეთ ანსაცვლის გამოწერა. ჩემი მიზანი იყო ბიჭისთვის მომეგო. და გამოგზავნა. იმ ბიჭს მოუგე 400 იყო, ხო მაქსიმუმ. ამ ბიჭს? არა, ამ ბიჭს არა, წინა ბიჭს. წინა ბიჭს კი ცოტნეს მოუგე 400 იყო და შენ დაჟე 1000-ზე ვიყავი ცოტა. 700 ლარზე ავიდა, მიულოცეთ მაგდას კომენტარებში და ბუ დაუწერეთ თიკას კომენტარებში. ჩვენ შეხვდებით სადმე ქუჩაში შეიძლება ფლუფლი ტყუილი იყო, ხო? კარგად.